სამი შეცდომა, რომელსაც ბევრი დამწყები ედიტორი უშვებს. პირველი ზედმეტი ეფექტები. ბევრი დამწყები ედიტორი ფიქრობს, რომ თუ ვიდეოში ძალიან ბევრ glows, shakes და სხვა ეფექტებს დაამატებს, ვიდეო უფრო პროფესიონალური გამოჩნდება, მაგრამ რეალურად პირიქით ხდება. ვიდეო გადატვირთული ჩანს და მაყურებელი ყურადღებას კარგავს. კარგი ედიტი არ უნდა ყვიროდეს. ეფექტებმა უნდა გააზრიელოს აზრი ან ემოცია. მეორე შეცდომა. ცუდი აუდიო. შეიძლება ვიდეო ძალიან კარგად გამოიყურებოდეს, მაგრამ თუ აუდიო ცუდია, მაყურებელი დიდი ალბათობით მალე ასკროლავს. ცუდი ხმა ბევრად უფრო შემაწუხებელია, ვიდრე ცუდი კადრი. ამიტომ ყოველთვის დააბალანსე ხმა და მოაშორე ზედმეტი ნოიზი. პროფესიონალური ედიტი ხშირად სუფთა აუდიოთი იწყება. მესამე შეცდომა. ყველა პაუზის დატოვება. ლაპარაკში პაუზები ბუნებრივია და ზოგჯერ საჭიროც არის, მაგალითად ასეთი პაუზები. მაგრამ ყველა პაუზის დატოვება ვიდეოს ძალიან αφუჭებს. თუ ადამიანი ლაპარაკისას ფიქრობს, დიდხანს შერდება, ან ჩემსავით სიტყვები ავიწყდება, ჯობია ის მონაკვეთები ამოჭრა. მაგრამ ბალანსი საჭიროა. ვიდეოს სუნთქვას უნდა დაუტოვო, რადგან ადამიანები ვართ და ვსუნთქავთ.